ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემდეგ Black-Sea Arena სცენაზე კონცერტს ანსამბლი ერისიონი გამართავს. პროგრამა ქართული საგანძური ანსამბლმა სპეციალურად გრანდიოზული საკონცერტო დარბაზისთვის განაახლა და ახლა ყოველდღიურ რეჟიმში წარმოდგენისთვის რეპეტიციებს გადიან. რას ნახავს 13 აგვისტოს Black-Sea Arena-ზე მისული მაყურებელი და როგორ ემზადება ანსამბლი? ნახეთ ნათია ხართიშვილის და გოჩა მერაბიშვილის რეპორტაჟში ერისიონის რეპეტიციიდან. ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში მოცეკვავეები სამხატვრო ხელმძღვანელისგან ბოლო მითითებებს იღებენ. ანსამბლი, რომელიც ლეგენდას ქართული ერის საგანძურის შესახებ მაყურებელს 130 წელია უამბობს, Black-Sea Arena-ს სცენაზე განახლებული პროგრამით წარსდგება. ერისიონი პირველი ქართული ანსამბლი იქნება, რომელზეც მასშტაბური საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. კულტურა მარტო სიმღერადაც ეგ არ არის და ზოგჯერ რო იძახიან ტაშმანდური ხალხო დაივიწყეთ ეს ტერმინი. ეს არის ჩვენი ერის დიდი სულიერება და ჩვენი დიდი ერის დიდი სულიერებას იმედი მაქვს 10,000 კაცს ვაჩვენებთ ცამეტში. და ეგ იქნება არა მარტო ქართველები, რა თქმა უნდა, უცხოელები ძალიან ბევრია, სხვა ქვეყნებიდანაც არის ჩამოსულები სპეციალურად და ტურისტები, ნუ მოკლედ ბედნიერი ვართ ამითი, რომ ჩვენ შეგვარჩიეს და ჩვენ ხსნით ამ დიდებულ დარბაზს. მაყურებლის მოხიბლას ქართული სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი განახლებული საკონცერტო პროგრამითა და შოუს ეფექტებით აპირებს. ამის საშუალებას მათ საქართველოში პირველად Black-Sea Arena-ს სცენა მისცემს. ჩვენს სანახაობას შოუს ასე ვთქვათ, ხორასანებად ქვია ქართული საგანძური. არის რაღაც სიახლეები, მაგრამ მონაყულს ნანახი ჯობია. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი მაყურებლის ღებულება დავაკმაყოფილოთ, მოუხიბლოთ და მართლაც ქართული საგანძური ასე მიუტანოთ ხელის გულზე. რამდენიმე დღეში სპეციალურად კონცერტისთვის საფრანგეთიდან პროფესიონალთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დარბაზში შოუს განსაკუთრებულ ეფექტებს შემატებენ. მადლობა მინდა Black-Sea Arena-ს, ყველა იმ ადამიანს გადაუხადო, ვინც არჩევანი ერისიონზე გააკეთა და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც საუკეთესო არჩევანია. ვინაიდან ერისიონს დღეს საშუალება ეძლევა იმისა, რომ მან ტექნიკურად, აი ჩვენი ფრანგების ტექნიკურ ჯგუფთან ერთად მისცეს ის არაჩვეულებრივი შოუ, რომლითაც ერისიონმა სახელი გაითქვა. მეგრული ჰარირა, სვანური ფერხული, ქალთა ცეკვა ნარნარი. საფრანგეთში წარმატებული გასტროლებიდან ახლახანს დაბრუნებული მოცეკვავეები განახლებულ პროგრამაზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. ფოლკლორისა და ცეკვის 2 საათიან პროგრამას ისინი სპეციალურად Black-Sea Arena-ს სცენას მოარგებენ. საოცარ საშუალებებს გვაძლევს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, ტექნიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველანაირი საშუალება იმისა, რომ მაყურებლის წინაშე სულით და გულით აი მთლიანად წარსდგე. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია Black-Sea Arena-ზე გამოსვლა და ჩვენი ქართული საგანძური ვანახოთ ჩვენ მაყურებელს და მივიტანოთ მასთან ეს ჩვენი ახალი პროგრამა. ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად გამოვავალთ, სად მივიღებთ მონაწილეობას, საქართველო იქნება თუ ფარგლებს გარეთ. უბრალოდ რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია, პირველები ვართ საქართველოში, ჩვენ ანსამბლი ერისიონი, მსოფლიო დონის არენაზე, რომ და წავდგეთ. ანსამბლ ერისიონის ქართული საგანძური მაყურებლის წინაშე შეკვეთილში 13 აგვისტოს 21 საათზე წარსდგება.